ახლა კი დღის სხვა სიახლეები. აჭარაში ვირუსული მენინგიტის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის სიმპტომებით 4 წლის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით 16 მაისიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით მენინგიტის 18 შემთხვევა ფიქსირდება. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით აჭარაში ვირუსი მწვავე ფორმებით არ მიმდინარეობს. პაციენტები მკურნალობას ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და დედათა და ბავშვთა ცენტრში გადიან. საქართველოს მასშტაბით ვირუსული მენინგიტის შემთხვევების კლებას თვის ბოლოს ელოდებიან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვასა და საყოფაცხოვრებო ნივთების სველი წესით დამუშავებას ურჩევს. მაღალი ტემპერატურისა და თავის ტკივილის შემთხვევაში კი მათ ექიმისათვის დროული მიმართვისაკენ მოუწოდებს. დღეს მდგომარეობით დაფიქსირებულია ვირუსული მენინგიტის 18 შემთხვევა. ყოველდღიურად ფიქსირდება ერთეული შემთხვევები. მინდა გითხრათ, რომ შემთხვევათა განსაკუთრებული მატება ჩვენ არ გქონია რეგიონში. ყველა შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტების გარკვეული ნაწილი უკვე გაეწერა სტაციონარიდან. ისინი დღესაც არსებულ, ხოლო გარკვეული ნაწილი დღესაც განაგრძობს მკურნალობას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რესპუბლიკურ ცენტრში და ინფექციურ საავადმყოფოში.